როგორ არის, შეიძლება რაღაც ერთგვარი შთაბეჭდილება რჩება და ოცნება ამას ცდილობს ყოველ შემთხვევაში თავისი ამომრჩევლის, ესე ვთქვათ, შიგნით მაინც რომ გამოასხივოს. თითქოს არაფრად აინტერესებს და საერთოდ არ ანაღულებს საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი პარტნიორები რას ფიქრობენ მათზე, მიანიჭებენ თუ არა ლეგიტიმაციას. სინამდვილეში ძალიანაც აწუხებთ. სინამდვილეში აი კიმბერლი ლოუ რო არის ქალბატონი რაღაც გაუგებარი პოლიტიკური წარმომავლობის მასზე ბღაუჭებიან აი ხავს რომ აი კიმბერლი ლოუმ გვაღიარა, იმიტომ რომ ამ ხალხს აღარც ოფიციალური ვიზიტები აქვს, ხელს არავინ არ თმევს დასავლეთში, არც კონფერენციებზე იწვევენ, არც დავოში ჩადიან, არც მიუნხენში, არც ინაგურაციაზე არიან შტატებში მიწვეული, ანუ ტოტალურ სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში იმყოფებიან და რა თქმა უნდა ეს ძალიან აღიზიანებს, ძალიან სერიოზული ბერკეტი და ინსტრუმენტია მათზე ზეწოლის და ეს რეჟიმის არაღიარების პოლიტიკა თუ გაგრძელდება სტრასბურგში ძალიან კარგი იქნება. მე უბრალოდ არ მინდა მოვლენებს წინ გავუსრო, ძალიან დიდი ალბათობით ის რაც მონიტორინგის კომიტეტმა დღეს მიიღოთ, ჩვენ ერთად ხშირად ვართ სტრასბურგში პასეში ნამყოფი, გრძელდება ხოლმე შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე და ამის კენჭისყრა მოხდება და ხვალ შეიძლება რაღაც ცვლილებებით შევიდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ დიდად იქნება ესე ვთქვათ ფუნდამენტურად ეს დოკუმენტი და რეზოლუცია შეცვლილი. თავისთავად საპარლამენტო ასამბლეა საერთოდ ევროსაბჭო დგას სამ ძირითად ფუნდამენტურ ღირებულებაზე. ეს სამი ბურჯი აქვს, ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. სამივე მიმართულებით, სამივე ასპექტში ოცნების თვითმარქვია რეჟიმმა დაარღვია ყველა წითელი ხაზი აი ამ ღირებულებებთან მიმართებაში. დემოკრატია არ გვაქვს ქვეყანაში, არჩევნები გააყალბეს და ძალაუფლება მიიტაცეს. კანონის უზენაესობაზე საერთოდ როგორ ვისაუბროთ, აგერ ცხვირწინ გვაქვს მზია ამაღლობელის кейსი, რომელიც აი ლოყაზე მოტათუნებისთვის ზის სისხლის სამართლის საქმით გასამართლებული ციხეში და ლამის სასიკვდილოდ არის განწირული, მაშინ როდესაც ნიღბიანებმა, რომელიც ძალიან კარგად იცის მთელმა ქვეყანამ იცის და მათ შორის პოლიციამ ვინ იყვნენ თქვენი კოლეგები, რომ დაასახიჭრეს და კაი თავი გავანებოთ, იგივე თქვა ჟურნალისტი თუ არავის ეცოდება, ან ჩვეულებრივი მოქალაქე, პოლიციელზე რო ხელი აწიეს და რო დაარტყეს და თავში ჩაარტყეს, ის ადამიანები თუ ოცნების მხარდამჭერები იყვნენ, ყველა სახსოვს რომ 500 ლარი დაჯარიმდნენ და წავიდნენ. აი მზია შემთხვევაში ეს ქალბატონი არის გასამართლებული სისხლის სამართლით და რამდენი წელი ემუქრება და როგორ პირობებში არის ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ და ნუ აქვე არ შემიძლია არ თქვა იმ ახალგაზრდა კაცზე ის დგებუაძე რო არის იქ უღირსი პოლიციის უფროსი სანამ პაგონებს დაირტყავდა რა ღირებულებებით გაიზარდა რა გარემოცვაში იზრდებოდა ან რომელ ქვეყანაში საერთოდ რომ აი ქალს ესე ჯერ თურმე დამუქრებია მე გულწრფელად მეგონა რომ ნუ ამ ადამიანს ალბათ ძალიანაც არ უნდოდა რომ ეხა რაღაც ლოყაზე მოტათუნებისთვის ქალი გაეწირა სასიკვდილოდ და ციხეში გამოეკეტა, მაგრამ ზევიდან აიძულეს რომ აი ხო იცი პოლიციური ღირსებისთვის საჭიროა და ნუ ეს წინააღმდეგობა ალბათ გაწია რომ შეხედავ რაღაცა კაცს გავს ხო ახალგაზრდა მამაკაცია თურმე მისივე დაგეგმილია რომ დამუქრებია კიდევაც სისხლის სამართლით გაგასამართლებ და ჩაქსვავ ციხეში. აი ესეთ ბოროტ ხალხთან გვაქვს საქმე, დგებუაძიდან დაწყებული, წულუკიანით დასრულებული, რომელმაც ქართული ოცნების სახე დღეს მონიტორინგის კომიტეტზე აჩვენა და აი თინას ძალიან კარგი ჩართვა ჰქონდა თქვენს ეთერში, დიდად დაეხმარა ქართულ დემოკრატიულ ოპოზიციას იმისათვის, რომ მართლა იქ მსხდომ თუ ვინმე სკეპტიკურად იყო განწყობილი მათი ამ უფლებამოსილების უკვე შეჩერების მიმართულებით დარწმუნებული იყო რა ხალხთან აქვს საქმე. მივაწერთ ამ გადაწყვეტილებას, მოდი აქ ვთქვათ, რაც აღსანიშნავია ოპოზიციის და იმ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან იმუშავეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წულუკიანის სახეც ძალიან კარგად წაეხმარა ამ პროცესს. დაინახეს კი ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ ის 2 დღის განმავლობაში, რა ვიცი, ყველანაირად ცდილობდა, რომ რაღაც ისე წარმოეჩინა, რაც მას ბიძინა ივანიშვილმა დაავალა და ეხაც ამბობენ, რომ არ ვიცითო, ნახავთო, ეხა შევხედავთო, რა არის მისაღები და რა არის მიუღებელიო, მაგრამ არ ვიცი, პეტრე, როგორ ფიქრობთ, მოუწევს მაინც საბოლოო ჯამში ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღება? აი თითქოს რაღაცა, აი როგორი შთაბეჭდილება რჩება, იცი, აი დაასანქცირეს თითქოს არაფერი, ეხა ეს დიპლომატიური პასპორტი ევროკავშირმა, რაც მიიღო გადაწყვეტილება, თითქოს არ იმჩნევენ აი ამერიკის სანქციებს, არ იმჩნევენ ამას და აი თითქოს ახლა გაჩნდება კითხვა, რომ აი მაგალითად ახლა ევროსაბჭოს ამ ულტიმატუმზე რატომ უნდა ქონდეს რეაგირება? მოდით ვთქვათ, მხოლოდ ამ საგარეო
სარეო განზომილებაში არ ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება იმისათვისაც, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი. ან არის აი ამ იზოლაციაში, სიღარიბეში, ოცნებასთან ერთად, რუსეთის აი ამ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში ირანთან ერთად ჩაკეტილი, ან აქვს ის ჰორიზონტები, რომელიც დასავლეთში არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების, ნატოს ხოლგის ქვეშ ყოფნის, ამერიკასთან თანამშრომლობის, მეგობრობის, პარტნიორობის, თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები, აი ეს ერთ მხარეს დევს სასწორის სპინაზე ეს ამბები, მეორე მხარეს არის ის ჩაკეტილობა საითკენაც და ის იზოლაცია საითკენაც მიყავს ოცნებას სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა. ასე რომ შევხედოთ ამას შიდა პოლიტიკურ კონტექსტში, რომ ოცნების მხარდამჭერები ნელ-ნელა არ აქვს მნიშვნელობა, ესა უბრალოდ ჩვეულებრივი მხარდამჭერი არის თუ ადმინისტრაციული რესურსიდან გამომდინარე მხარს უჭერს, თუ ბიზნესმენია, რომელიც ოცნებაზეა მიტმასნილი, თუ პოლიციელია, რომელიც ხელკეტებით. აი ეს უნდა შემოიფრცქვნას. ყველა ეს პლასტი მათ გარშემო არსებული, რომ შემოეცლება ხელიდან და მარტო დარჩება ბიძინა ივანიშვილი, მერე ყველაფერი მოუწევს. აი ეს ხალხი, როდესაც ჩვენთან ერთად გააკეთებს არჩევანს და გამოვა რუსთაველის გამზირზე პირობითად, ანუ გააპროტესტებს იმას, რასაც აკეთებს და რასაც წარმოადგენს იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, თუნდაც ეკონომიკური გადაწყვეტილებით, იმ კორუფციით, იმ ჩაკეტილობით, იმ იზოლაციით ოცნების რეჟიმი და მარტო რო დარჩება ბიძინა ივანიშვილი და პოლიციაც რო ხალხის მხარეს გადმოვა და იმ ხელკეთს დააგდებს და იტყვის რომ მე აღარ ჩავარტყავ ამას თავში აღარ ვაწამებ ჩემს მოქალაქეებს და აღარ ვაწამებ აქამდე უნდა მივიდეს სიტუაცია მიხვდით ხო და პეტრო ესეც აუცილებლად უნდა ვთქვათ მაშინ ის ადამიანები ახლა დღეს გახდა ზუსტად ახალი არჩევნები ჩაუნიშნე და აჰა ჯანდაბას კი არა ეს ახალი არჩევნები იქ სხვათა შორის იმ მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილებაში წინასწარ ჩაწერილია რომ ბიძინა ივანიშვილის ამ ადმინისტრაციული პოლიციური ზეგავლენების გარეშე უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი ეს არის მნიშვნელოვანი და აქ მოიაზრება იმ პოლიტპატიმრებში და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ისიც რომ მიშა სააკაშვილიც უნდა იყოს ამ საარჩევნო ველზე და მოედანზე აბა როგორ ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა იყო როდესაც ოქტომბერში ეს ასე ჩატარდა მაგრამ არ ვიცი ეხა ამ პოლიტპატიმრებში იგულისხმება თუ არა არ აქვს ახლა ამ კონკრეტულ რეზოლუციაში იგულისხმება თუ არა სახელები და გვარებით ხო არ ჩაწერენ მაგრამ პოლიტიკური პროცესი იქით უნდა წავიდეს რომ იგივე შეცდომა არ დაუშვათ რაც ოქტომბერში რომ მესამე პრეზიდენტი ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი ციხეში იყო გამოკეტილი და აქ საარჩევნო კამპანია მიდიოდა ისე თითქოს არაფერი და არჩევნები ჩატარდა და აბა ავწონდ ვინ რამდენი ხმა აიღო უნდა იყოს ყველა ველზე და მერე გამორჩდება ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. კი ბატონო და ბატონო პეტრე აუცილებლად მინდოდა მე თქვა რომ დღეს ხო 28 იანვარია და 28 ნოემბრიდან არის ნუ პრაქტიკულად უწყვეტი ხო ორი თვე გავიდა და აი ამ ადამიანების დამსახურებაა პირველ რიგში ვინც გარეთ დგას უწყვეტ რეჟიმში და აპროტესტებს ბიძინა ივანიშვილის ამ ძალადობრივ რეჟიმს და იმ ადამიანებმაც ვინც ახლა ციხეშია მზიამაც და სხვებმაც უნდა იცოდნენ რომ მათი აი ეს თავგანწირვა და მათი ეს უსამართლო პატიმრობა რომ დანახულია თუნდაც ჩვენი საერთაშორისო მათი დამსახურება ისინი არიან ჩვენი ყველა დანარჩენი ქართული საზოგადოების სინდისი ნამუსი და მათი დამსახურება აი ამ ესე ვთქვათ იურიდიული სამართლებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტების გარდა რომელიც მათ შორის სტრასბურგში ამუშავდა ის რომ დღეს უკვე აი 2 თვის თავზე თავისუფლად შეიძლება უკვე აი ბელორუსის ტიპის რეჟიმი ყოფილიყავით კრიტიკული მედია გაუქმებული პარტიების დაკეტვას ისედაც აპირებენ და ესე ვთქვათ ქუჩის პროტესტი რომ არა და აი ამ ადამიანების თავგანწირვა რომ არა მართლაც აი კეთს ვიხრი მათ წინაშე ხშირად ახლა მეგობრებთან საუბარში მათ ვადარებ ხოლმე კიდევაც აი ჩვენს მებრძოლებს რამოდენიმე ასეული ზუსტი ციფრი არც სახელდება და ალბათ არც არის საჭირო მებრძოლი ბიჭი რომელიც უკრაინაში იბრძვის უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის ისინი წმენდნენ საქართველოს სინდის და ნამუსს იმიტომ რომ უკრაინაში ხალხმა გაიგო ერთის მხრივ ჩვენი ხელისუფლება ვის გულს შემატკივრობს ვის მხარეზეა და რა ტიპის განცხადებებს აკეთებს და მეორეს მხრივ ხედავს ამ გულანთებულ ხალხს რუსთაველის გამზირზე ქუჩაში და
რაც მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მართლა მკერდით რო ეპარებიან უკრაინის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იმ ბიჭების თავგანწირვას იქ ველზე. ნამდვილად ასეა და მადლობა კიდევ ერთხელ მათ ყველას და ბატონო პეტრე, აუცილებლად უნდა რადგან ვთქვით, რომ ორი თვე გავიდა დღეს, ხო და აი ადამიანებით განან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ამ ყველაფერს. არიან პოლიტიკური პატიმრები, იძალა და დაამცირა, ჩააფურთხა სულში თუ პირდაპირ მნიშვნელობით ამ ხელისუფლებამ ხალხს და ვნახეთ ახლა რომ სტრასბურგში კი ბატონო წავიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, წავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩაიტანეს ეს кейსები და მადლობა მათ რომ კი ბატონო ძალიან კარგად იმუშავეს და მიაწოდეს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ეს ინფორმაცია. მაგრამ რა ხდება უკვე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპოზიციის, პოლიტიკური პარტიების როლზე მინდა გკითხოთ, აი ამ პროტესტის ნაწილში. ჩვენ არ ვიცი, ახლა მე მგონი არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ აი პროტესტის დასაწყისში და ბოლო წლების განმავლობაში ასე იყო რომ მიუღებლობა ჰქონდათ ერთგვარად პროტესტის მონაწილეებს პოლიტიკურ პარტიებთან. აი ამ თუნდაც ბოლო 2 თვის განმავლობაში თქვენი აზრით და მინდა რომ აი ძალიან რეალისტური და თუნდაც თვითკრიტიკული პასუხიც გამცეთ. თქვენს პოლიტიკურ გუნდზე რომ მკითხოთ, მოახერხეთ უფრო მეტად დაახლოება ამ ადამიანებთან, უფრო მეტად რაღაცა გზების მოძებნა მათთან კომუნიკაციის. აი რამე შეიცვალა ამ დამოკიდებულებაში? იცით რა, საინტერესო და კომპლექსური შეკითხვაა, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ როგორც რიგითი მომიტინგეები ყოველთვის იქ ვართ რუსთაველის გამზირზე, პარტიის აბსოლუტური უმრავლესობა, ლიდერებიც, ჩვენი სხვა მხარდამჭერებიც, ანუ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ასეთი ამ დემონსტრაციებში და იმ პროტესტში, რომელიც რუსთაველის გამზირზეა, რა თქმა უნდა მონაწილეობს, ჩვენი ადამიანებს ვესაუბრებით, ჩვენი ახალგაზრდული ფლანგი ძალიან აქტიურად მუშაობს და ყოველთვის ავანგარდშია, თუ კი რაღაცა კონკრეტული მარში ან ღონისძიება ან აქტიურობა იგეგმება ხოლმე ამ მათ შორის ამ პროტესტის და აქციების ფარგლებში, ასე რომ მე ვთვლი რომ კი ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს იმ პროტესტთან რუსთაველის გამზირთან. არ ვიცი, შეიძლება ბარიერი იყოს, შეიძლება პარტიების მიმართ, ასე ვთქვათ, რაღაცა დიდი ნდობა არ იყოს, რომ ანუ ნდობა რა თვალსაზრისით იცი, რომ აი თქვენ გააქვთ კი თავი იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოთ? აი ჩვენ ახლა ხო, ამას საფუძველი აქვს 12 წელია ეს ვერავინ ვერ გააკეთა ამ პარტიებიდან და ეხლა რომ ამ ადამიანებს ეს კითხვა უჩდებოდეთ, რა გასაკვირია. სწორედ ამიტომაც ჩვენ ხელი ერთმანეთს ყველამ უნდა ჩავკიდოთ, ვიმუშაოთ წეღარაზეც საუბრობდით, რომ აი შემოვფრთხნათ, გავაშიშლოთ, მარტო დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი, მისი ვერტიკალი უბრალოდ დაიშალოს და აღარ ქონდეს აი ეს ადმინისტრაციული, სამთავრობო, ფინანსური ბერკეტები გარედან კი ხედავთ როგორი ტიპის, ანუ ზეწოლასაც არ დავარქმე, ვიცი, როდესაც ხედავენ შენ რა ტიპის ხელისუფლება ხარ, ისევე გეპყრობიან როგორც სხვა ესეთ ავტოკრატიულ რეჟიმებს, როგორც დამოკიდებულებაც აქვთ პირობითად ბელორუსთან, ისეთივე დამოკიდებულება აქვთ შენთან, ქოცურ რეჟიმთან, თვითმარქვია არჩევნები მიტაცებულ, გაყალბებულ, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან და არ უნდა უკვირდეთ ამ ადამიანებს და ასევე მე ვფიქრობ, რომ იგივე ხელის ჩაკიდება და ერთიანი ძალისხმევა იმისათვის, რომ აი ამ ახალი ბიძინა ივანიშვილის ჯერ ახალი არჩევნებისთვის კი არ უნდა მოვემზადოთ, უნდა უზრუნველყოთ ისეთი არჩევნები, სადაც ბიძინა ივანიშვილს არ ექნება ის ადმინისტრაციული, პოლიციური, სამთავრობო ბერკეტები, რომლითაც ნებისმიერ არჩევნებს გაგიყალბებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არ ჩაგიტარებს, ფულში დამარხავს, ასე ვთქვათ, მთლიანად ველს და მაინც რა ციფრსაც უნდა იმას დაიწერს. ეს არის მშრალად ნათქვამი ახალი არჩევნები. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, უნდა მიიყვანო იქამდე, რაც აგერს დღევანდელი მაგალითი გვაქვს თუ გუშინოთ ეს როდის მოხდა ვუჩევიჩი გადადგა პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის იგივე ალექსანდრე ვუჩიჩის, ანუ პრეზიდენტად წარმოვიდგინოთ ბიძინა ივანიშვილი, კი ყაველაშვილი ყავს დასმული, მაგრამ თქვათ მართველად მისი გუნდის წევრი იყო პრემიერ-მინისტრი სერბეთის, რომელიც გადადგა და ეხლა საუბარია აი ამ დიდი პროტესტის და აქციების ფონზე, რომ ისევ ის კი არ დანიშნავს მთავრობას და ის მისი ვუჩიჩის დანიშნული მთავრობა კი არ ჩაატარებს არჩევნებს, არამედ დროებითი ტექნიკური მთავრობა განახორციელებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების
პროცესი. ხო, აი ამ პროცესში აქამდე უნდა მივიდეთ და აქამდე მისასვლელად ამას ვამბობ კიდევ უკან უფრო მეტი გააქტიურება, უფრო მეტი ჩართულობა და უფრო ვთქვათ წინა ხაზზე გამოსვლა, ხო, ბატონო პეტრე? აი ეს როგორ უნდა არის ერთი ნაწილი. ეხა მაგალითად ჩვენ რაც შეგვეძლო, ჩვენ სხვა პარტიების ესე ვთქვათ ძალისხმევასაც არანაირად არ დავაკნებ, პრაქტიკულად ყველა იქ იყო სტრასბურგში. ჩვენგანაც ზურა ჭიაბერაშვილი, თინა ბოკუჩავა იქ ბრძანდებიან, ძალიან აქტიურად იმუშავეს, ანუ შეიძლება ვინც პროტესტია მიტინგში მონაწილეობს, გულანთებული იმას ჩვენზე არანაკლებ უნდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, მაგრამ ის კონტაქტები არ აქვს და ის გამოცდილება სტრასბურგში როგორ იმუშავონ, ანუ ჩვენი საქმე ამ მიმართულებით გავაკეთეთ, მაგრამ აქ რაც გასაკეთებელია, ჩვენ ხალხთან ერთად პროტესტის მონაწილეებთან ერთად და არა მხოლოდ პროტესტის მონაწილეები, საზოგადოებაში არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ მიზეზით რუსთაველზე ვერ გამოდის, მაგრამ ანტი ამ რეჟიმის ესე ვთქვათ გაგრძელების და ამ მთავრობის შენარჩუნების წინააღმდეგ არის განწყობილი და ესეთი ადამიანები ყველა ერთად უნდა მუშაობდეთ, რომ შემოვწვნათ, შემოვაცალოთ ის დარჩენილი მხარდაჭერა, რაც აქვს ადმინისტრაციული, ფინანსური, ბიზნეს წრეებიდან თუ იგივე ალბათ ბოლო ეტაპია სამართალდამცავი. მაგრამ თავად პოლიტიკური პარტიებიც ასწრებდნენ იმ ძალას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ბატონო პეტრე, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ თქვენ შეგიძლიათ, მაგრამ ასევე მოდით ის კომპლექსიც მოვიხსნათ მაშინ ჩვენი ასე ვთქვათ პირობა, შეიძლება ისეთი უხეში ნათქვამია, მაგრამ ჩვენი შეხედულება არის ასეთი, რომ ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პოლიტპატიმარი, რომელიც მე-4 წელია უკვე ციხეში უზის ბიძინა ივანიშვილს, მოდი მის გამოხსნაზეც ყველამ ერთად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად დავხარჯოთ ძალისხმევა და ყველამ ერთად გავაგონოთ იგივე იმ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებელია იმისათვის, რომ აი რაც მაგ რეზოლუციაში წერია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და არა ისე, რომ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი საკანში ყავდეს გამოკეტილი ბიძინა ივანიშვილს და აქ ესე ვთქვათ სისხლიანი ბანერები ქონდეს გამოფენილი და თავის პროპაგანდას უბერავდეს და საარჩევნო კამპანია მიდიოდეს და აბა ვინრამდე პროცენტს აიღებს რეიტინგებს ვზომავდეს. ეს არ არის ეს ვერანაირ მარკეტ ესაც ვერ არის პარტიებიდან რომელიმე პარტიამ თქვას ის რომ ქვეყანაში არის სამართლიანი სასამართლო და რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზის ციხის საკანში და არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოტივები და რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. ამაზე არის, რა ვიცი, აზრთა სხვადასხვა არის პოლიტიკურ. როგორ გითხრათ, აზრთა სხვადასხვაობა არ არის შეიძლება, მაგას ყველა დარწმუნებულია, რომ 100-ია და პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ საჯარო რიტორიკაში ხანდახან ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, მათ შორის ოპოზიციონერისგანაც ვისმენთ, რომ აი მიშა სააკაშვილი უნდა იჯდეს, არ ვიცი ეს რის გამოა ერთის მხრივ თავის რაღაც იმ ამომრჩეველს ზემოქმედებისთვის, ვინც ოცნების მხარდამჭერია, თუ კონკურენტს ხედავენ მიშა სააკაშვილში, ეს მათი პრობლემაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მიდგომები არის, თუ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდათ, მიშა სააკაშვილის ფაქტორი და მისი ველზე ყოფნა მხოლოდ წაადგებოდა ამ პროცესს. მაგრამ ვიცით, რომ ეს გადამწყვეტი ფაქტორია ბიძინა ივანიშვილისთვისაც, ამიტომ ამას არ გააკეთებს. ხო და მით უმეტეს თუ ვიცით, რომ გადამწყვეტი ფაქტორია, მაგ ამბავს უნდა მივაწვეთ ყველაზე მეტად, ხო, სადაც ტკივა და სადაც ატყობს თვითონ ბიძინა ივანიშვილიც, რომ მისი რეჟიმი დაემხობა, თუ მიშა სააკაშვილი გარეთ იქნება, საქართველოში იქნება თავისუფალი, სადღაც გაგზავნილი უცხოეთში სამკურნალოდ კი არა, საქართველოში აქ თავისუფლებაზე, სოფლებში, ქალაქებში, ველზე საარჩევნო კამპანიაში ჩართული. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დღეები იქნება ამ შემთხვევაში დათვლილი. ამის გარდა კიდე როგორი ის არის, იცით, აი რუსეთი, დასავლეთი, რომელი გვირჩევნია, მიდის მსჯელობა რუსეთი ომით გვაშინებს და უბრალოდ რუსული ომით და საერთოდ ომის საფრთხით ბიძინა ივანიშვილი და ეს რეჟიმი აშინებს ამ მომრჩეველს განსაკუთრებით ნეიტრალურს და მის მიმართ კეთილგანწყობილს. ამ ადამიანებთანაც აბსოლუტურად შესაძლებელია საუბარი ომზეც, მშვიდობაზეც, ევროპის მიერ, ევროკავშირში შესვლით მოტანილ კეთილდღეობაზეც და მათ შორის ევროკავშირში შესასვლელად რა რეფორმების გატარებაც გჭირდება,
იმ რეფორმების საქართველოსთვის აუცილებლობაზეც. ის კი არ არის ხა რაღაცნაირად წარმოჩენილია ისე თითქოს ერთგვარი ბუნაგია, სახლია, სადაც უნდა შეასწრო ევროკავშირში და იქ ყველაფერი დაგხვდება, ბევრი ფული, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ესე არ არის. იქიდანაც იყურებიან ეს ორმხრივი მოძრაობის ქუჩა, მათაც უნდათ რომ იყოს სანდო, შეძლებული, დემოკრატიული აბსოლუტურად იგივე ღირებულებებზე აწყობილი სისტემის სახელმწიფო და მე მიგიღებენ. ასე რომ ის ღირებულებები და ის რეფორმები, რაც იმ 9 პრიორიტეტშია ჩამოწერილი, ამ ადამიანებსაც უნდა ესმოდეთ ოცნების მიმართ კეთილგანწყობილებს მათ შორის, რომ საკუთარი ოჯახისთვის გავანებოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს თავი, საკუთარი ოჯახისთვის, მის შვილების მომავლისთვის, მათი პირადი კეთილდღეობისთვის, ესე ჯობია დემოკრატია, გამჭვირვალე სისტემა და ევროპული მიდგომები ჯობია ბელორუსიას და ირანს. დიახ, და ბოლოს მოკლედ მინდა ბატონო პეტრე, რა ვთქვა, თქვენ ნაწილობრივ კი ისაუბრეთ, მაგრამ მაინც მინდა რომ კაფიოთ უთხრათ ამ ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილის სტილია, როგორც აი ტერორისტებს ჩვევიათ ხოლმე და ვნახეთ უკვე რომ მას აყავს პოლიტიკური მძევლები და შემდეგ ის ვაჭრობს, ხო? ვაჭრობს აი ამ ადამიანებით და მათ შორის ამ ადამიანების სიცოცხლით. აი ახლაც მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა რომ ვერ შეგიყვანოთ პოლიტიკურ ვაჭრობაში, რომ ვერ გადმოაგდოს რაღაც სატყუა რა და კიდევ ერთხელ არ მოატყუოს ჩვენი მოქალაქეებიც, იქნება ეს შეიძლება პოლიტიკური პარტიებიც თუ უბრალოდ ყველა ის ადამიანი, ვინც ითხოვს ცვლილებას, აი რა უნდა იყოს მთავარი ფაქტორი, რის საფუძველზეც უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები და რის გარეშეც უბრალოდ ვერაფერი ვერ მოხდება. ტექნიკური დროებითი როგორიც გნებავთ, ისე დავარქვათ მთავრობა. ეს უნდა იყოს, სინამდვილეში მოთხოვნაც ეს უნდა იყოს. ახალი არჩევნები დაგვინიშნე ივანიშვილო და კობახიძე კი არა. აი ვინც ხართ, მან უნდა შეგაცვლევინოთ ეს მთავრობა, უნდა მოვიდეს ახალი ჩვენ არასამთავრობო სამოქალაქო სექტორის მიერ სხვადასხვა პოლიტიკური შეიძლება რომელიღაც ოცნებასაც თუ უნდა გაგრძელება პოლიტიკური ცხოვრების რამოდენიმე ესე ვთქვათ პორტფელი მათაც ჩაბარდეთ, ოღონდ არა ისეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, რომელიც არჩევნების საკითხში ებმება. აი ესეთი ეროვნული თანხმობის დროებითმა ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს არჩევნები. აქამდე უნდა მიიყვანოს სიტუაცია და შემდეგ უკვე გექნება იმის გარანტია, რომ არჩევნები არ გაყალბდება და როგორც მინიმუმ ხალხის არჩევანი იქნება, ანუ მანდატის მიხედვით, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის მიხედვით დაკომპლექტდება ის კოალიციური ალბათ დიდი ალბათობით, რადგან საპარლამენტო მოწყობა გვაქვს მთავრობა, რომელიც შემდეგ გაუძღვება ქვეყანას და უკვე შემოატრიალებს აი ამ გამრუდებულ საგარეო ვექტორს და წაიყვანს ევროპისკენ ჩვენს ქვეყანას.